ბატონო ირაკლი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვარ. იმიტომ კი არა, რომ მეტი ვიცით ფულის მასაზე, ანუ ისიც ვიცი, რომ სომხეთს უკეთესი შედეგი აქვს ინფლაციაზე. ისტორიულად ასე იყო, უმეტესად სომხეთი ჯობნის, იმიტომ რომ უფრო კვალიფიციური ხალხი უზით ცენტრალურ ბანკში. ასე დავაგდა რატომღაც. მე იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა შეიძლება დავძლიოთ, რომ უბრალოდ მიეხედოს ეროვნული ბანკის საკითხს, რომ შემიძლია შემოგთავაზოთ ასეთი შეთანხმება. აი მე მჯერა რომ შეიძლება თქვენ გულწრფელად ცდებით იმაში, რასაც ამბობთ, მაგრამ მოდით საქართველოს მოსახლეობას ვაჩვენოთ სხვანაირი პოლიტიკოსების სტანდარტი და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მე ვარ მზად. შემდეგ წელს ამ სტუდიაში შევხვდეთ, ერთი წლის შემდეგ. თუ ეროვნული ბანკი გააგრძელებს იგივე ტემპით ფულის ბეჭდას, თქვენ არ გააუქმებთ, არ შეამცირებთ გადასახადებს, არ გააუქმებთ რეგულაციებს, მე ვამტკიცებ, რომ ფასები არ შემცირდება ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ თქვენ თუ ასე მოხდება, მე მზად ვარ პოლიტიკიდან წავიდე. მაგრამ თუ თქვენ გჯერათ რომ თქვენ მართალი ხართ, მაშინ პირიქით გავაკეთოთ და თუ თქვენ იქნებით მართალი, მე წავალ პოლიტიკიდან, თუ მე აღმოჩნდები მართალი, თქვენ წახვალთ პოლიტიკიდან, მაგრამ მინიმუმ ვაჩვენოთ ქართულ ხალხს, რომ მინიმუმ ორი პოლიტიკოსი არსებობს, ვინც აგებს საკუთარ სიტყვებზე პასუხს. თუ რა თქმა უნდა გონიათ რომ მართალი ხართ, მაგრამ მე გონი ცდებით.